დავინახე პოლიციელები ფორმას იხდიდნენ და სამოქალაქო ტანსაცმელს იცავდნენ. ეს ვიდეო 4 ოქტომბერს 19 საათსა და 07 წუთზეა გადაღებული. ფაილის ავტორი შაბათის ეთერს უყვება, რომ თავადაც საპროტესტო აქციის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც რუსთაველის გამზირის მიმდებარედ პოლიციელების სამოქალაქო პირებად გარდაქმნის პროცესს შეესწრო. ფორმა ისვა ორ ახალგაზრდა ბიჭს და ფორმა. და გაიხადეს და ჟილეტები ისვა. ერთმა გახდა ვერ მოასწრო, ეგრევე კაპშონი მოისვა. მარიამ ჟვანია ირწმუნება, რომ 4 პოლიციელს მითითებებს ერთი ზემდგომი აძლევდა. ეს ადამიანი იყო? კი, გაიხადეს ფორმაო, სამოქალაქო ჩაიცვითო და ხალხს გაერიოთო. ეს გეცნოთ ეს პოლიციელი მაშინვე? კი. საიდან გახსოვთ? ხალხის დაჯერებში იღებდა მონაწილეობას. ეს ზუსტად ის დროა, როდესაც თავისუფლების მოედნიდან ათონელის რეზიდენციისკენ ხალხი უკვე დაძრულია და ღობეები ჯერ კიდევ წაქცეული არ არის. მოქალაქე გადაცმული პოლიციელების დანახვამ დააეჭვა და გადაღება დაიწყო. გადაღებას ვაპირებდი, ფანარი აინთო, თავიდან ფანარი აინთო და დროზე გაიხადეთო ესედებიო, იღებენო. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მარიამ ჟვანიამ სოციალურ ქსელში დამეგობრების თხოვნა არაერთი პოლიციელისგან მიიღო. არ წყდებოდა მუქარის შემცველი შეტყობინებებიც. მარიამის დედის ტელეფონზე შემოვიდა ზარი პოლიციის განყოფილებიდანაც. ყველას მიზანი აქტივისტის გაჩუმება იყო. დედაშვილს დაუეკეს განყოფილებაში ველოდებითო, მაგრამ არ მივედი შეიძლება დასაშინებლად იყო. ჩემებს მიგზავნდნენ და შემეწყვიტა პროტესტში მონაწილეობა. თავი დამენებდნენ და მიეხედა ჩემი ცხოვრებისთვის. ჩვენ ვარკვევდით, რა როლი ჰქონდათ შეგზავნილ ადამიანებს 4 ოქტომბერს პროვოკაციების მოწყობაში. მოვლენების ქრონოლოგია გვიჩვენებს, რომ იმ დღეს ქართული ოცნების მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი დანაშაულის პროვოცირება მოეხდინა, რომ შემდეგ სამაგალითო დასჯის მოტივით ციხეში უამრავი ადამიანი ჩაესვა. საბოლოო მიზანი კი ცხადია, რაც უნდა ყოფილიყო, პროტესტის გაშავება და ხალხის დაშინება. ყველას დაგვინახავს ქუჩის კუთხეებში ადამიანები, რომლებსაც გამოუცვლია ფორმა და შემოსულან აქციაზე, როგორც აქციის მონაწილეები. ესეც შეცდომა ყოფილა ნამდვილად. შაბათის ეთერს აქციის არაერთმა მონაწილემ უთხრა, რომ გადაცმული პროვოკატორები შეუმჩნევიათ. ადამიანები, რომლებიც დემონსტრირებდნენ, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეები იყვნენ, თუმცა რეალურად მათი მიზანი პროვოკაციაში ხალხის ჩათრევა და არეულობის შეტანა იყო. აი ეს სამი ტიპი ცხოვრებაში არ მინახავს. აი არც ერთხელ თვალი არ მომიკრავს საერთოდ. იცი რა არის, მე გამიჩნდა, განცდა რომ იმიტირებული იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ იქ ვინმე უნდა მდგარი იყო, ალბათ რავი ჩვენ, ხო, ხალხი ვინც 300 დღე რუსთაველზე ვდგავართ და ვაპროტესტებთ ქოცებს. და არავინ ჩვენგან იქ არ იყო და აბა აი ვინ არის ეს კაცი, ვინ არის ეს ხალხი, რომელიც მართლა თვალით ანუ სილუეტს მაინც დავიმახსოვრებდი, მხატვარი ვარ და ბოლო-ბოლო მაგა ეს ფოტოგრაფიული მახსოვრობა. ანა ბდეიანს ამ 325 დღის განმავლობაში ალბათ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი დღეები ჰქონდა ისეთი, როდესაც რუსთაველის გამზირზე არ მისულა. ამბობს, რომ 4 ოქტომბერს პროტესტის მონაწილეებს არაერთი საეჭვო პირი შეერია. სრულად შენიღბული ხალხი, ვინც მანამდე არც ერთ აქციაზე არ უნახავს. უამრავი ტიტუშკა, უამრავი ვიღაც სუსის ჩანერგილი ტიპები, რომელიც ცდილობენ, რომ შვიდობიანი ჩვენი აქ აქცია და დგომა არიონ, პროვოკაციები მოაწყონ. აქციაზე ეს ხალხი არ ვიცი. ჩვენ უკვე თვალებით ვცნობთ ერთმანეთს. აი თვალებით რო ცნობთ ერთმანეთს, მაგიტომ გეკითხებით. ხო არ გეცნობათ? ესენი არ არიან ჩვენები. არ არიან აქ. აბა დააყვერდით. ხო სულ აქ ხართ. ჩვენ ისიც გვინახავს, რომ პოლიციელები ფორმას იხდიდნენ და სამოქალაქო ფორმებით დადიოდნენ. გინახავთ? კი. იმ დღესაც იყო მასე. ეს არის სტიმულატორი. აი ახალგაზრდებს უჩვენონ, რომ მიდი შეტევაზე და სხვების გაყვებიან მე ეს ანუ ესენი შენიღბულები იყვნენ, მაგას აკეთებდნენ, მაგას ამბობდნენ. დიახ, შენიღბულებმა მაგალითი უჩვენებს, აი როგორ უნდა ბრძოლა და გამომყევით. ეგ უფრო იყო. პირველი ნაბიჯი გადადგეს რა. ხო, და მე სამმა ადამიანმა 4ჯერ მიაწვა და ბოლოს მეოთხე მიწოდაზე მხოლოდ ერთი დაეხმარა და ანუ იმდენად გაოგნებული იყო კიდე უკან ხალხი, რომ უკან გამოცვიდნენ, არ ელოდნენ, რომ ეს ღობე ესე მარტივად გადავარდებოდა და
რომც გადაეგდოთ, ხო, ასე სწორად, ჩაჭრილად, რანაირად უნდა გატყდეს ხოლმე, ხო, წარმოუდგენელია. 4 ოქტომბერს პოლიციელების მიერ დაგეგმილი სავარაუდო პროვოკაციების შესახებ შაბათის ეთერის რედაქციაში არაერთი შეტყობინებაც შემოვიდა. თვითმხილველების მონათხრობით, გელაძის უწყების თანამშრომლები მუნდირებს იხდიდნენ და აქციის მონაწილეებს ემსგავსებოდნენ. გარდასახვის ოპერაცია რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მათ შორის გალერეა თბილისის პარკინგსა და ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაშიც. გედედევ ნახე დაახლოებით 5 საათზე გალერის პარკინგზე იწმევდა ჩვეულებრივ ტანსაცმელს და დროშებს იხევდა. ის რომ შეგზავნილი და გადაცმული პოლიციელები იმ დღეს აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ამ კადრებითაც დასტურდება. ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ეს ადამიანები აქციის მონაწილეების გვერდით არიან და ფარულად უღებენ. ჩვენ არ ვიცით ჩანერგილი ხალხის დავალება მხოლოდ ფარული გადაღება იყო თუ დანაშაულის პროვოცირებაც. ეს კადრები 4 ოქტომბერს იმ დროს არის გადაღებული, ვიდრე პრეზიდენტის სასახლესთან ხალხი ღობის ჯაჭვურს დაიწყებდა. ამ დროს უკვე გამოცხადებული იყო, რომ მიტინგის მონაწილეები თავისუფლებიდან ორბელიანის მოედნისკენ მიემართებოდნენ და ხალხი სასახლეს უახლოვდებოდა. თქვენ ახლა კადრში პრეზიდენტის სასახლის დაცვის უფროსს ხედავთ, რომელიც ეზოში მხოლოდ რამდენიმე მცველთან ერთად დგას. ჩვენი კამერა იღებს, რომ გიორგი წეველიძე გამუდმებით რეკავს ან ურეკავენ. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, ვისთან იყო ის ხაზზე და ვინ მისცა მითითება, რომ სასახლის ეზოში, როდესაც მრავალათასიან მიტინგზე დაანონსდა, რომ ხალხი მათკენ მიდიოდა, მხოლოდ 8 კაციანი დაცვით დახვედროდნენ. ბატონ ანზორთან იყავით ხაზზე? არა. არა? ოჯახის წევრი ვიყო. იმ დროს? კი. სულ ტელეფონზე ლაპარაკობდით? ხო, რა პრობლემაა? მაგ დროს ლაპარაკობთ ხოლმე. არა, ბატონ ანზორთან რო გქონოდათ კავშირი, რა არის მაგაში? არანაირი პრობლემა არა. უფრო უხერხული არ არის, ხა ასე დროს როცა თავს. არ მქონდა მიხი. საპრეზიდენტო სასახლის დაცვის უფროსი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ როდესაც ხალხმრავალი დემონსტრაციის მონაწილეებს ორბელიანების სასახლის ეზოში ელოდა, მისთვის არც არავის დაურეკავს და არც თავად უკითხავს, რა ზომები უნდა მიეღო. ხედავთ გიპოვეთ? როგორ ხართ? კარგად, როგორ ახლა? სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი არც 4 ოქტომბერს და არც მას შემდეგ არსად გამოჩენილა. არადა სახელმწიფო ობიექტებს ის იცავს. გავრილოვის ღამესაც პარლამენტის შენობის წინ სწორედ ჩუბინიძე იდგა პირადად. პრეზიდენტის სასახლეც სტრატეგიული ობიექტია, ამიტომ ახლა ჩვენ მასთან ვარკვევთ, რატომ იყო იმ დღეს ორბელიანების რეზიდენციის დასაცავად მხოლოდ 8 კაცი, საიდანაც 3 გამოუცდელი წვევამდელია. დოკუმენტები ვნახეთ, 8 კაცი რომ ყოფილა მხოლოდ თქვენი წარმომადგენელი იმ დღეს სათონელის რეზიდენციაში. როგორ თქვენი არა, თქვენი ხელმოწერილი. შიგნით მეტი იყო? ეგ რო არ წერია იმ დოკუმენტში ბატონო აზარ? თქვენ აწერთ ხელს და არ იცით რას მოაწერეთ? სიმართლეს გეუბნებით რომ 8 კაცი იყო. მესმის მაგიტომ მოვედი. საერთოდ შენობის დაცვას მე ადამიანი ეს. აი რამდენი იყო სულ შენობაში? რას გარშემო რო გითხრა. დოკუმენტში, რომელიც საქმის მასალებში დევს, ხაზგასმით წერია, რომ ანზორ ჩუბინიძეს შენობაში მყოფი თანამშრომლების რაოდენობის დაზუსტებას თხოვენ და არა ფასადზე განლაგებული პირების. თუ ჩუბინიძის ნათქვამს დავეყრდნობით სასახლეში იმ დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ბევრად მეტი ადამიანი ყავდა. ანუ, ჰქონდა რესურსი, რომ ღობის გადაგდება შეეჩერებინა და ეზოში არავინ შეეშვა. თუმცა ეს ასე არ მოხდა, რაც აჩენს განცდას, რომ დაცვა შენობიდან საგანგებოდან გამოიყვანეს. როდესთან იდგან ხალხი კაცო? ღობესთან იდგან ხალხი და თქვენი თანამშრომელი რამდენიმე მათ შორის წვევამდელი იყო 1-2, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. და მე რა. ანუ მაგათ იმედზე იყოთ, ხო, მაგას გულისხმობ. მაგათ იმედზე, უყურეთ როგორ იყო. თქვენ ხო განცდა შექმენით, რომ ესენი იყვნენ მხოლოდ შენობაში. არა, ერთი წამით. სიურპრიზებით დავხვდებითო ირაკლი კობახიძე. და რას გულისხმობდა აბა? იმას გულისხმობდა, რომ შენობაში იყვნენ განთავსებული პოლიციური ძალები. მას შემდეგ რაც ანუ იცოდით იქ რომ მიდიოდნენ. უყურეთ. ეხლა თქვენ მთელი გეგმა გინდათ ის საქმე. კადრების გაშიფვრის შემდეგ ვადგენთ, რომ პრეზიდენტის სასახლის ეზოში, როდესაც უკვე ცნობილი იყო, რომ ხალხმრავალი პროტესტის მონაწილეები სტრატეგიული ობიექტისკენ მიდიოდნენ, სულ 6 მცველი დგას. ჩუბინიძე ამბობს, რომ შენობაში უფრო მეტი ხავდა. ეს დასტურდება TV1-ის კიდევ ერთი კამერის ჩანაწერითაც, რომელიც პარალელურად სასახლის უკანა ეზოს იღებდა. აქ ნამდვილად ჩანან სპეცეკიპირების მქონე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შენობის წინა ფასადზე არ გვინახავს.
ეს ფაქტები კიდევ უფრო ამყარებენ გონივრულ ეჭვს, რომ იმ დღეს იყო არაფორმალური ბრძანება, არ ემოქმედათ იქამდე, ვიდრე ხობე არ გადავარდებოდა და ხალხი ეზოში არ მოხვდებოდა. ასეც მოხდა, რაც შემდეგ მომიტინგეების დაკავების საფუძვლად გამოიყენეს. თქვენ ახლა გვადანაშაულებთ, რატო გამოვლენთ ამათი აგრესიული ხასიათი, მაგაში გვადანაშაულებთ. რატომ მიეცით საშუალება პრევენცია რატო არ მოხდა დანაშაულის ხალხი კი, რატო არა, ბატონო, თუ პარლამენტთან აკეთებდით, ამას სახელმწიფოს ევალება დანაშაულის პრევენცია, თქვენ ხო იცით, ბატონო? პრევენცია იყო დაცული. რანაირად და გააკეთეთ წინასწარ. შიგნით და იყო და როცა საჭირო იყო გამოვიდნენ გარეთ. ხო და როცა საჭირო იყოს ზემა კითხვა როცა ზუსტად. საჭირო იყო, საჭირო. სტრატეგიული ობიექტის ღობე შეიძლება 4 წამში წაიქცეს მართლა მაინც. გამომაგრეთ. აწი გაამაგრეთ? ხო, აბა, მაგრამ ვიცი ხო. და მანამდე რომ გამაგრებული იყო 50 ადამიანია ციხეში ღობის წაქცევის გამო. ინტერვიუს ჩაწერიდან დღემდე დაკავებულთა რიცხვი უკვე 60 მიუახლოვდა. ამდენ ადამიანს ღობის წაქცევის ეპიზოდში ფიზიკურად ვერ ხედავთ. ამიტომ ამ დრომდე გაუგებარია ედავება თუ არა გამოძიება მომიტინგეებს მხოლოდ იმ დროს ორბელიანზე ყოფნას. იყო თუ არა გეგმა დანაშაულის პროვოცირება, შემდეგ მახეში მყოფი რიგითი მოქალაქეების დაკავება და მათი სამაგალითოდ დასჯა. ეჭვებს მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმდღევანდელი მოქმედება არ იწვევს. ხალხისთვის მახის დასაგებად დიდი ალბათობით ყველა ერთად მოქმედებდა. საეჭვო სპეცრაზმის დაგვიანებული რეაქციაც. რობოკოპები, რომლებიც საპრეზიდენტო სასახლეში იყვნენ, იქამდე არ გამოიყვანეს, ვიდრე მავთულებით დამაგრებული ღობე არ გადავარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხარებას შემცვლელი კითხვებზე პასუხის გაცემას გაქცევას ამჯობინებს. რატომ არ იმოქმედა სპეცრაზმო? დიავლად იმოქმედათ, რომ იცოდეთ. იმოქმედა ღობესთან ვერ დადექით, ბატონო, რომ მან რატომ არ აღყვეთეთ ეს დანაშაული? რომან ქარცივაძე, ანზორ ჩუბინიძე და გელა გელაძე არიან ადამიანები, ვისთანაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ობიექტურ გამოძიებას კითხვები ექნება. რადგან სწორედ ამ ადამიანებს და მათზე დაქვემდებარებულ უწყებებს დემონსტრანტების დარბევამდე დანაშაულის პრევენცია ევალებათ. 4 ოქტომბრის შემთხვევაში კი დიდი ალბათობით საქმე ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებასთანაც, რაც საქმეს მეტ სიმძიმეს და შესაბამისად სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სცემს. პრევენცია რომ არ მოახდინეთ, ესეც დანაშაულია, იცით ბატონ გელა? მაგა ძალიან ხო პრევენციული ღონისძიებებიც იყო განხორციელებული და ჩემი თხოვნა იქნება რომ ამ არარეალისტური სამყაროდან გამოხვიდეთ და ერთხელ აღიაროთ, რომ ქვეყანაში კადრიც არარეალისტურია ბატონ გელა? როგორ? კადრი არარეალისტურია, რასაც ვხედავთ? შინაგან საქმეთა მინისტრს ახლა მხოლოდ იმაზე უნდა საუბარი, როგორ კარგად მუშაობს სპეცრაზმი და როგორ უნდა აიღონ მაგალითი მისგან დასავლურმა ქვეყნებმა. არ ვიცით რას გულისხმობს ბატონი გელა 4 ოქტომბერს თუ დეკემბერ-იანვარსაც, რომელმაც ათობით სასიკვდილოდ გამეტებული ადამიანი დაგვიტოვა. ან იქნებ გუშინ გამთენიისას ჩატარებულ სპეცოპერაციებს, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით აქციის მონაწილეებს აკავებდნენ და შინაური ცხოველების დახოცვით იმუქრებოდნენ. შეგვიძლია საერთაშორისო საზოგადოებას ის მაღალი სტანდარტი როგორ გეკეთება, ის გაუზიაროთ, ანუ გამოსtildeება იმდენად მაღალი. ნებისმიერ ადამიანს საერთაშორისო საზოგადოება შეგვიძლია ეგ. თქვენ უნდა ასწავლოთ საერთაშორისო საზოგადოების სტანდარტი. საერთაშორისო საზოგადოებამ პრეზიდენტის ღობის საქმე უკვე შეაფასა როგორც სპეცსამსახურების მიერ ხალხისთვის მოწყობილი მახე. ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან ნახსენები ხაფანგი კიდევ ერთ საფუძველს იძლევა დავსვათ კითხვა. რატომ არ აღკვეთა ძალოვანმა უწყებამ დაანონსებული დანაშაული? ეხლა როგორ გონიათ, რომ ესე მე ვიყავი მისული და ეს გადავჭერი? არარეალისტური არა. თქვენ რა თქმა უნდა არ იქნებოდით, ბატონო გელა. თქვენ პრევენცია გევალებათ სახელმწიფოს. პრევენცია. რატომ არ იდგა სპეცრაზმი? ვიდრე ხობე არ წაიქცა, არ გამოვიდა სპეცრაზმი შენობიდან. რა გონიათ ეხლა რომ მთელი ამ დღის განმავლობაში განსაკუთრებულ დავალ დეპარტამენტი უნდა ქუჩაში ესე სადაც იმუძრავდნენ უნდა. მთელი ამ ხნის არა, სულ 10 წუთი იყო, ვიდრე თავისუფლების როდესაც ძალადობრივ ქმედებებზე გადადის საზოგადოება, კონკრეტი გაზეთს თუ გინდა სხვა ფორმატში ვისაუბროთ. ყველა ფორმატში, სადაც ქვეყნის პირველ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, საუბრობენ ღობეზე, რომელიც მათივე თქმით სერიოზული თემა არ არის. არადა, მიხეილ ყაველაშვილისთვის დასმული ორგვერდიანი კითხვაც ღობეს ეხებოდა და თითქოს და ვიღაცის მიერ მორყეული თუ დაზიანებული ღობის და გისოსების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული ირაკლი კობახიძის საეთერო დროის დიდი ნაწილიც. მსგავსი ზომის რკინის შიშკართან ნებისმიერ თუ ღობესთან შეუძლიათ მივიდნენ. ყველას, რიგითი სპეცრაზმელიდან ქვეყნის მმართველებამდე, ღობის საქმის პროვოცირებაზე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ელოდებათ. ამას 4 ოქტომბრის მოვლენების ქრონოლოგიაზე დაკვირვების შედეგად კვალიფიციური იურისტი და თბილისის ყოფილი პროკურორი ამბობს.
პირველი კითხვა როდის რა მიჩნდა, იცით? აი, როდესაც დავინახე, რომ სამთავრობო დაცვის თანამშრომლები ჭიშკარს რკინის ძელით ამაგრებდნენ შიგნიდან. ამით მისცეს სიგნალი, რომ ჩვენ დაუცველები ვართ. შემდეგ მიდის ეს ჯაჯგურის ეპიზოდი, ხო? ეხლა ნახეთ, ჯაჯგურის ეპიზოდი შეიძლება იყოს პროტესტის ნიშნად ვარყევდე მე ამას. სახელმწიფომ უნდა მიმტკიცო, რომ შენგრევა მინდა და ვთქვათ რაღაცა არ ვიცი შენობის აღება და დროშა უნდა დაერჭოთ, რაიხსტაგი იყო თუ ამ ჯაჯგურის დროს ვარდება ღობე ასე უცნაურად, ის რაც ვნახე, ფრაგმენტულად იჭრება ნაწილი, რომელიც არის გადაბმული. ეს არა მხოლოდ ღობის გადავარდნა, ხშირად როდესაც ამბობენ ღობე გადავა, ღობე კი არ გადავარდა, გატყდა. თუ ეს ყველაფერი იცოდნენ, მაშინ საგანგებო დანიშნულების დანაყოფს რატომ ეძინა, ასე ვთქვათ, საპრეზიდენტო სასახლის შიგნით ჩაფხუც მე ზადარზე იხურავდა ის კადრებს თუ მიარჩევთ ყურადღებას, რომ რა მოდის, იცის რომ არაფერი არ უნდა გააკეთოს, ტყუილად უნდა დაიხუროს ეს ხუდი. აი მოძრაობებიც კი შენელებული აქვთ მათ. ეს სცენა ვიღაცას ჭირდებოდა ამ გადანგრეული ღობის მიღმა, ეს გადასული, ასე ვთქვათ. შეიძლება სხვადასხვა ემოციით ხალხი იქით. მაშინ, როდესაც ამ საქმის გამოძიების რომ მოვა, რა საკვირველია, ეს ამ საქმის გამოძიება უნდა მოხდეს სწორედ იმ კუთხით, როგორ დაეხმარა სახელმწიფო ამას, ყველა ამ ფალსიფიცირებული, რაყალბებული მოქმედების უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რომელთა პასუხისმგებლობა მერწმუნედ დადგება აუცილებლად, არ არის სიყალბე, რომელიც კვალს არ ტოვებს. ათონელის 25-ს ახლა უკვე სხვა გალავანი აკრავს. საპრეზიდენტო რეზიდენციის ახალი ღობე საკმაოდ მყარად გამოიყურება. დარჩენილია ძველი ღობის კვალიც. აღარ წაიქცევა? უნდა წაიქცეს. რა ვიცი, ისიც ხო წაიქცე. თავისით როდი სხვა ღობე იცით. თავისით ხომ არა, ეხა 4 კაცი წავაქცევთ ამას? და შეიძლება ცადოთ. ცადოთ, აბა. სადაც იყო სახელმწიფოს ინტერესი არ მიეშვა დემონსტრანტები, შესაბამისი რეაგირებები გვახსოვს. ამიტომაც ხედავთ პარლამენტის ორმაგ ჭიშკარს, მის გასამაგრებლად საჭირო რკინის კონსტრუქციებსა და შესაბამის ჭანჭიკებსაც. თუმცა ეს დამატებითი ღონისძიებები მხოლოდ ერთი კონკრეტული შენობის გამაგრებას ემსახურება. ძირგამოთხილ დემოკრატიებსა და ძალაუფლებებს რკინის ჭანჭიკებით ვეღარც დიქტატორები შველიან.